ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დამტკიცებულია. საკრებულოს ხდომაზე აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ წარდგენილ საბიუჯეტო პარამეტრებს, რომელიც განმკარგულებელი ორგანოს წევრებს ვიცე-მერმა ზაზა ხვედელიძემ გააცნო, დეპუტატთა კორპუსისგან სრული მხარდაჭერა ჰქონდა. წარმოგიდგენთ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ პროექტი. დადგენილება განსაზღვრავს 2026 წლის განმავლობაში მისაღები შემოსულობებისა და გასაწევი გადასახადების მაჩვენებლებს. ბიუჯეტი არის დაბალანსებული. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პარამეტრების საფუძველზე ბიუჯეტის მოცულობა შეადგინა 38,328,400 ლარი. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები, როგორც მოგახსენეთ, შეადგენს 38,328,400 ლარს. გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს 34,492,400 ლარს. გრანტი ცენტრალურ ბიუჯეტიდან შეადგენს 320,800 ლარს. სხვა შემოსავლები შეადგენს 3,475,200 ლარს. ბიუჯეტის გადასახადების მოცულობა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შეადგენს 318,400 ლარს. აქედან მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები სულ შეადგენს 6,951,900 ლარს. ინფრასტრუქტურის განვითარება სულ შეადგენს 10,610,500 ლარს. დასუფთავება და გარემოს დაცვა სულ შეადგენს 3,754,000 ლარს. განათლება შეადგენს 7,420,100 ლარს. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები შეადგენს 5,574,000 ლარს. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა შეადგენს 4,12,300 ლარს. ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა შეადგენს 15,600 ლარს. აღნიშნული ბიუჯეტის გეგმა დაბალანსებულად მოიცავს როგორც მოსახლეობის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. 2026 წლის ბიუჯეტის მოცულობა 38,328,400 ლარით არის განსაზღვრული. პრიორიტეტებში კვლავ სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული, ინფრასტრუქტურული და სპორტული ღონისძიებები რჩება. დეპუტატები ამბობენ, რომ ახალი ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის სტაბილური განვითარების გარანტია იქნება. დღეს შედგა მორიგი საკრებულოს ხდომა. საკრებულომ განიხილა და დაამტკიცა 2026 წლის ბიუჯეტი. ბიუჯეტი განისაზღვრა 38,328,400 ლარით, რაც 2,446,400 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით. გაზრდილი ბიუჯეტი საშუალებას მოგცემს უფრო მეტი პროექტები განვახორციელოთ, იქნება ეს ინფრასტრუქტურული, სოციალური თუ ახალგაზრდული მიმართულებით. ბიუჯეტი დეტალურად განვიხილეთ, პრიორიტეტების მიხედვით არის შედგენილი, დეტალური განხილვაც ჰქონდა რამდენჯერმე, შესწორებებიც იქნა შეტანილი შიგნით და დღეს უკვე დავამტკიცეთ წარმოდგენილი სახით. გაუჭირეთ ჩვენო ფრაქციამ ბიუჯეტს ხარი 6,6 მოცულობით არის გაზრდილი, არის ძალიან მოცულობითი. ვფიქრობთ, რომ ზესტაფონელებს ძალიან წარადგებათ ეს აღნიშნული ბიუჯეტი და უსურვებ წარმატებას ჩემს ზესტაფონს. საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობას ზესტაფონის მერი ვახტანგ ხამბაშიძეც იღებდა. რაც შეეხება მიმდინარე 2025 წლის ბიუჯეტის მოცულობას, სხდომაზე განხორციელებული კორექტირების შემდეგ ის 60,544,000 გაუტოლდა. საქართველოს გრიპის სეზონს მზად ხვდება. ამ ეტაპზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის ყველა რეგიონში ერთი და იგივე სეზონური რესპირაციული ვირუსები ცირკულირებს. ვირუსი ძირითადად სახლის პირობებში ოჯახის ექიმის მიერ იმართება. გრიპის წლევანდელ შტამებზე მოქმედი ვაქცინა ქვეყანაში აქტიურად გამოიყენება და დაახლოებით 150,000 ადამიანი უკვე აიცრა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი ფრანგული წარმოების 4 კომპონენტიანი სეზონური ვაქცინა ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია და უფასოდ ტარდება. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდირებულია მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის, განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია მაღალი რისკის მქონე პირებისთვის, როგორებიცაა ორსულები, მოხუცები, ბავშვები 6 თვიდან, სუსტი იმუნური სისტემისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.
ვაქცინაციასთან ერთად ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა, ოთახის განიავება, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება. დღეს არსებული ეპიდსიტუაციის შეფასებით პროცესი სრულად მართულია და ჯანდაცვის სისტემა მზადაა სეზონის მიმდინარეობის შესაბამისად მოსახლეობას დროული და ხარისხიანი მომსახურება გაუწიოს. ჩვენ მუდმივი მეთვალყურება გვაქვს 23 სხვადასხვა რესპირატორულ ვირუსზე. ზამთარია და ზამთართან ერთად გრიპის მაგვარი ვირუსები და თვითონ გრიპიც რა თქმა უნდა ნელ-ნელა მატულობს. ჯერჯერობით ავადობა არ არის მაღალი 250-მდე 100,000 მოსახლეზე, ეპიდემიის ზღვარი ჩვენთან რაღაც 500-მდეა, ასე რომ ახლოს არა ვართ ჯერ. რა თქმა უნდა, ხა კიდე მოიმატებს დეკემბრის ბოლოს ალბათ უფრო მეტი შემთხვევები გვექნება და პირველი და ძირითადი მაინც რა თქმა უნდა არის ის, რომ ვაქცინაცია, საუკეთესო ხარისხის ვაქცინაა ქვეყანაში. რაღაც 150,000 ჩვენი თანამოქალაქე უკვე აცრილია, ვაქცინები კიდევ არის, დრო არის. ერთადერთი უნდა გვახსოვდეს, რომ ხა ვაქცინას რო გავიკეთებთ, მეორე დღიდან დაცული არა ვართ. ვაქცინას უნდა დაახლოებით 7 დღე, 10 დღე მაინც რომ ვაქცინამ დაიწყოს მუშაობა და დაგვიცვას. გვინდა ჩვენს ბენეფიციარებს შევახსენოთ საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარული სერვისებით. გრიპის ნიშნების გამოვლენისთანავე ბენეფიციარს შეუძლია მიმართოს იმ ამბულატორიულ დაწესებულებას, სადაც არის რეგისტრირებული და ოჯახის ექიმის მიერ მოხდება შემთხვევის მართვა ბინის პირობებში. პირველი იანვრიდან კანონის შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ ეტაპობრივად ძალაში შედის. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, ახალი კანონმდებლობის შესაბამისად პირველ ეტაპზე ცხოველის მეპატრონე ვალდებული იქნება. ცხოველის ავადობის შემთხვევაში ის გადაიყვანოს შესაბამის დაწესებულებაში. დაკბენა, დაკაწვრა, დადორბლის შემთხვევაში უზრუნველყოს სააგენტოს ინფორმირება და მოახდინოს ცხოველის მეთვალყურეობა იზოლირებულად. საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურების შემთხვევაში უზრუნველყოს მისი მყისიერი დასუფთავება. აანაზღაუროს ცხოველის მიერ სხვა პირისთვის მიყენებული ზიანი. ცხოველის დაღუპვის შემთხვევაში დაცემული ცხოველის გადაყვანა მოახდინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. საკანონმდებლო პაკეტი, რომლის სრულად ამოქმედების ვადა 2026 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის 1 ივლისამდე პერიოდს მოიცავს, რამდენიმე თვეა მოქმედებს. განსაკუთრებული აქტიურობა კი ამ მიმართულებით ახალი წლიდან დაიწყება. ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება საპილოტო პროგრამა. საპილოტო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია 4.833.500 ლარი და ამ ეტაპზე ეს პროგრამა ხორციელდება იმერეთის, აჭარისა და კახეთის რეგიონებში და კონკრეტულად იმერეთიდან ჩვენი ქალაქიც მოხვდა ამ პროგრამაში, მაგრამ პროგრამა მიდის ძალიან ბევრი გადაცდომებით, აქტიურად გვაქვს პარლამენტთან კავშირი, საპარლამენტო წარმომადგენლობასთან აქტიურად ვაწვდით ცხოველთა დამცველები ინფორმაციას, რა არის გამოსასწორებელი და იმეც ვიტოვებ, რომ ეს თანხა მიზნობრივად დაიხარჯება და შედეგიც ძალიან მალე დაეტყობა არა მარტო ჩვენს ქალაქს, არამედ მთელ ჩვენ ქვეყანას.